სულ ქალებზე ლაპარაკობო და ქალის სიყვარულზეო და კაცებიც რო არ დაგვეჩაგროს კაცებზეც გეტყვით რაღაცას. 3 რამ რაც მამაკაცს ყველაზე მეტად ჭირდება ურთიერთობაში ქალისგან. 3 არა 20, არა 50, 3 ესენია. პირველი, იყავით მისი სიმშვიდე და არა სტრესი. ყოველ დღე კაცები თქმრები არ აქვს მნიშვნელობა ვინ ცხოვრებისეულად სტრესში ატარებენ დროს სამსახურში, ქუჩაში, ცხოვრებაში. ასე რომ არ უნდა მოუტანოთ სტრესი თქვენ და დაძაბულობა თქვენს საყვარელ ადამიანს. და როდესაც ის სახში ბრუნდება, მას არ უნდა უწევდეს სახში ბრძოლა ისევ სტრესთან. სახლი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც მამაკაცი თავის ძალებს აღიდგენს, დაისვენებს და ბედნიერი იქნება. ასე რომ მოუტანეთ ცოტა სიმშვიდე, ცოტა მადლიერება და ცოტა სიყვარული თქვენ საყვარელ ადამიანებს. გააკეთეთ ეს და დაინახავთ როგორ მოეშვება, მოდუნდება და გაიხსნება თქვენს მიმართ თქვენი საყვარელი ადამიანი. მეორე, პატივისცემა. მამაკაც სურს რომ გრძნობდეს, რომ მას პატივისცემენ და აფასებენ. ეს ჩადებულია მის ბუნებაში და შინაგან სამყაროში. და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არის მოქმედება, რაც უნდა დაინახოს და აიგრძნოს მან. როცა თქვენ ენდობით მის გადაწყვეტილებას, მის ცხოვრებისეულ ლიდერობას, ეს აძლევს ძალას, რომ მან გადალახოს ნებისმიერი ცხოვრებისეული დაბრკოლება თქვენთან ერთად. მესამე, სიახლოვე. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური სიახლოვე. კაცმა უნდა იფიქროს და იგრძნოს, რომ ის არის დაფასებული, რომ ისინი ფასეულები არიან თქვენთვის. ხო და როდესაც ამ ყველაფერს თქვენ საყვარელ მამაკაცს დაანახებთ და აგრძნობინებთ, დამიჯერეთ, რომ ისინი ამ ყველაფერს დაგიფასებენ და უკან დაგიბრუნებენ. ათმაგად, ასე რომ გაუფრთხილდით თქვენ საყვარელ ადამიანებს ცხოვრებაში. გაუფრთხილდით და დატკბით ყოველი წამით.